ქართველი საუკეთესო ბებოს პორტრეტი. და განსაკუთრებული ბებოს პორტრეტი კი შექმნა გურულმა ნოდარ დუმბაძე მოლღაბების სახით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს ყველა კუთხეში და ყველა რეგიონში ბებო არის მთავარი ოჯახის წევრი. მეც მყავდა ჩემი მთავარი ბებო და ჩემი მთავარი ბებოები, ერთ-ერთი მათგანის სახელი მქვია და რომელსაც დიდი პატივისცემით ვატარებ და ერთ-ერთი მათგანი ჩვენი ოჯახის მთავარი ღერძიც კი იყო და მე ვფიქრობ, რომ ასეა ყველასთან ბებო არის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შემდეგ უკვე შენდება ოჯახის ტრადიციები, მოპარული ჩურჩხელები, მოპარული ტკბილეული, გამომცხვარი ხაჭაპურები, თხალთხალი, ჩალაგებული ყველი და ასე შემდეგ. მოკლედ, ბებო არის ყველასთვის განსაკუთრებული და მე ამჯერად რეგიონებში ვაპირებ მოგზაურობას და თქვენთვის სხვადასხვა ბებოების გაცნობას და ზოგადად თქვენ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ბებოების გაშუქება. გიშდები მათს. და იმდანაც მნიშვნელოვანია ბებოს ფენომენი საქართველოში, რომ ეს არის მთავარი სავის და ბარათი. წარმოიდგინეთ, ქუთაისში კედლის ეს ნახატი არის მთავარი სავის და ბარათი და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება დალი ბებოს თავისი სახელგანთქმული ხაჭაპურებით. ქუთაისო ჩემო დედულეთო გულისა გულედან ლავისა მომენტო ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო ძველი ჯაჭვის ხიდი არა მოშალო ღმერთო გადასარევად გამოიყურებით. არაფერი გეთხოვათ დაბერები. როგორ მოხდით მთავარ ნახატზე? ტოპუდარება ძალიან კაია. ძალიან კარგი გამიხარდა, რა ვარ გამიხარდა. აბა რა, ყველასო დალი ბებო გაახსენდა მთავარ ბებიაზეო. დაფასება დაიწყალოს. ძალიან გამიხარდა. ესე იგი, მაია მითხრა რომ თავარი მეჭადე იყო დალიო. რას ნიშნავს ეს თავარი მეჭადეობა დალი ბებო? და სულ ბიძახონიან. გასვენება იყო იმე უწინახტი არის ახლა დარბაზები დაეგანი. ხო. მაინც მოხუცი ვარ უკვე ადიე და მაინც ამოვალი ვარ. აი რა შეგრძნობთ რომ მოხუცი ხართ? აღარ ვარ გივარდი მაშინ. რაღაც აღარღია, ჭადებსაც ხო მთელი საფრთხე. აღარ ვარ გივარ, არის როგორ დადიან ვერ მოძრაობენ. ჯანი გაქვთ, ენერგია გაქვთ, ხასიათი გაქვთ. ბიჭო მყავს ერთი ახლა სახში და ისე ძიბო. არის თხოვა ხარი და. არის თხოვა? რატო? არ ქნადა. იქნება რამე შეუყვარდა. ამ ქუჩაში მდენად გულთიგე. უჩოლიები როტყულია. რატო არ ვითხოვე ხალია, რას გეუბნებათ? არ მინდა. მე რა თქვენ არ არწუნებთ რომ უნდა? ქეი იმაზე. ბევრი გამოგივა ლაპარაკი, ყოლა. არის ლაპარაკო? არის ლაპარაკო, მაგაზეა და. თქვენ რა შეგერჩიათ სარძლო როგორც ადრე? არა, პიტარ. მის შემოშალება მაგას ის გოგები გათხოვლიცა და შვილებიც ყავთ და ეს. ადრე სხვანაირად იყო, დედა შეერჩევდა, მამა შეერჩევდა? ხო, ასე, ახლა აღარ შობა მინდა. თქვენთვით როგორი ცხოვრება გქონდათ? როგორი ცხოვრება მქონდა? სამური ცხოვრება მქონდა თავიდან ეს, მე ლეჩხუმიდან ვარ. ვიცით? ხო, ეს მაია მაინც გეტყოდა თქვენ. რა თქმა უნდა. მაია გეტყოდა თქვენ. იმერეთში ჯობია თუ ლეჩხუმში? მე მაგალითად აქეთ მისჩენია. დილით რო იღვიძებთ, რა ხდება, რა საკეთებთ, როგორ აკეთებთ? რას ვაკეთებ? მივარ პირველად საქონელთა. საქონელთა ამბიალ. თუ იწვება ქეგამოვძელე თვალად გოლე უშობ საბალახოში. თქვენთვით როგორი ბებია ყავდათ? ვერ ბებეს არის. მე 42-ში ვარ დაბადებული. მე არც მამა ჩემი მახსოვს აფერი. ნუ ესე იგი ურთულესი ბავშვობა გქონდათ. დედა ჩემი სკოლაში მუშაობდა და არ გვაკლებდა, მაინც ვეცოდებოდი ძალიან და არ გვაკლებდა. სიყვარულით გათხოვდით? მაშლობეთ. მაშლობა იყო. ეგ რა არის? მაშვალი არის? მაშვალი, ვერ გავიგონე. მაშლობა გაგათხოვათ, მაგრამ ქმარი რო ესე ძალიან გიყვართ, ანუ შეგიყვარდათ. მაშლობი და ხო იცი, მე ბოლოვდება საქმე.
ნაშლად აგერც ხო ხედავ თქვენ შულს ვერ უმაშვლეთ. არ გიჯერებს, არ შობა. თქვენ შვილი გინდათ? შვილი ორი მყავს, შვილი და შვილი ორი მყავს. რა გინდათ კი ყოლიათ? შენ მყავს ეგა და იმედი მაინც ამაკ იმედი. აბა რა, თქვენი ოჯახი კი გრძელდება და. კი გაცო. რატო აუცილებელი წელი რომ მოიყვანოს? მისთვის ნელი თვარა. ეკეწავალად. მათ თვითონაც შოდვა. რამდენი წლის ხართ? 83-ში გადავდი. ჯერ ახალგაზრდა ხარ და აი ეს ახალგაზრდა ვარ. კი, ახალგაზრდა ხართ ჯერ. მამა ჩემი საშუალო დავიწყეთ ეს ტურისტული საქმიანობა და დედა გარდამეცვალა. აი ესეთი ამხელა კედელი რო წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. დავრჩი მარტო სარესხსაც მე ვრეცხავდი, საჭმესაც მოვკეთე და როგორი გაზრდილი მგოგოთან არის. აი ფუფუნებაში ფაქტიურად. არასდროს არაფერი არ გავიკეთებდი და დალი იყო დავხმარე რომ დაინახავდა ტურისტების მანქანას რომ მოვიდო და ჭიშკართან. გამორბოდე ტელიამბით. აბა დალი ბებო შეხედ. დალი ბებო ფეხი მოიტეხა ნანუკა და ექიმა თქვა შეიძლება ესო ამას შეიძლება ვერ ადგეს ფეხსეო და დალი ერთი თვე კი არ იყო გასული უჯოხოთ არბოდა რას ქვია ვინ არ ადგება? რას ქვია ვინ არ ადგესო ძალიან მოძრავია ძალიან ისეთია ანუ ყველაფერი იცის აქ სოფელში რა ხდება და ყველაფრის ამბები და სადა თან მეხალისებოდა ეს რომ მოქონდა ამბები იმისი ამისი მიყვარს. ხო და მე და დალი ვიყავით ესე. დედა ჩემი 17 დღე იყო ცუდად, ინსულტი რომ მოუვიდა რა და ამ 17 დღეში მოასწრო ერთ დღეს და მითხრა დალის დაუძახეო შემჭამა. დალი მოვიდეს და მოვიყვანე რა იყო მეთქი და ეს შემოვხედა და მითხრა დედაო ამას ყავდა შენთან რა ამას ბევრი არავინ არ აყავსა და შენთან ყავდეს არ გაუშვა არსად და ჩამაბარა ესე და დედის სანდერძით ხო უბლის დალებებას არ ჭირდება ჩემი მოვლა იქით გივლით ესე იგი აი გეფიცებით ეხა მეცინება ამას მაღაზიაში რამეს რო გვინდა წასვლა და გოგოები ხო იცი აუ მეზარე ამოხდება დალიკო მომეცი ეგა გავარდება ამ ფული გვაქვს დასახურდაებენ გავარდება ხელ დახურდა მოიტაცა ამას ანუ ეს მისი ცხოვრების კარგი ხალისიანი აქ დალიკოსთან ამ სახლში რაღაცა იპოვა ახალი ის თურმე რაც აკლდა ჩვენთან სტუმრები ხა ტურისტების გარდა მოდიან საელჩოები მოდიან არ სხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა იცნობს დალის ვინც შემოდის ჭიშკარში მაგას კითხულობს პირველი ის ბებო არისო ესე გავარდება მე და გამოკრიკწდება ეს ანთახან იფრანჭება მამაოს მოეწონა ერთხელ პოლონელ მამაოს გაეხუბრა წაგიყვა პოლონეთში და უდა გინახა ესე აბა ხარი ყველა ასაკში ხალი გრია ძალიან მაგარია ძალიან დედამ მოხვედი დედა შენ შემოგებლაშენ ბებო სათხარ რამდენ ხანია არ მოვიდი გეხვიტენე ბებო შეგენა შენი მებია კარგად ბებო შენ აი მომენატრე თავი არ მოვიდა ისე კაი შვილიშვილებას უმაღლეს დამთავრებული არის ლამაზი ბიჭი მყავს ტამადი ბიჭი მყავს თუ ხარ კაი საზლო გოგოს ვეძებ მოდით ოჯახი კაი მაქვს ეთიკაის ბრილიანტი საყურებს დავკიდებ და გოგო პედერე კაი გოგო მინდა მომზამდი მაგრამ სამაგიერო ჩამოვედი შეგეხუტუნე უნდა მოგაგაბრინო ცარძლო მაგაზე კაცი მაგისტრის ვარ ჩამოსული აქ შატეშორის როიცოდეთ გურულები მწერენ ამ ბიჭისთვის ვეძებთ ამარა ერთადერთი შვილი ყავთ ამარა გოგო ერთი ესე იგი გურულები ესა იმერლები მწერენ რომ სულ გურიაში რო დადიხარო შენ იმერელი ხარ თუ გურულიო და გადავწყვიტე რომ ესე იგი თქვენ გიპოვეთ თან და გადავწყვიტე თქვენთან ჩამოვიდეთ ძალიან კაი სახლო გაპოვნინოთ გაია გაი სკივად კარგად გესულტენა რატო შეწყვეტეთ
და გაია თუ ტელევიზორში გადაგიყურება. ხო, კაი. ახალგაზრდა გამიყურები. ცხოვრებაში ხო? რა ტელევიზორში მოპერება. გამიდავდეთ რა. გარეჯაბია, მზებინარბება. ხარზე ჩამოვდივართ. დახუთული თბილისიდან. ერა საურღობაში ჩამოვდეთ. და ბიჭორაოთ. აქ. ზეინებებო, დაჭერქით აქ. როგორ ხარ? კარგად ვარ, ამიტომ კი ვარ კარგად გახდები. რა ხდება სოფელში? ეს არის ხა სოფელი? რაღაც საერთო სახლება არ გავს სოფელს, ქალაქს გავს. ხო, ეს რა, იცი, კულტურული სოფელია უბრალოდ. ჩვენ ასია. ხო, ახლა გინდა სოფლურად იცო, გინდა ქალაქურად იცხოვრე. მომიყავით, ესე იგი, რა ხდება? უპოვეთ შვილიშვილს სარწმუნო. ვერ უპოვე, ვერა და რა ვიცი აბა. როგორი უნდა იყოს გოგო? ნუ თქვენ სარძლოთ მოგინდეთ. უნდა გქონდეს განათლება? განათლება კაია, თუ ეხება, მაგრამ აუცილებელი არა. ხო, ახლა უხონა თბილი გოგო იყოს, ოჯახის გოგო იყოს. აი რა უნდა გააკეთოს სახლში? არა, კარგია სამსახური თუ გექნება ორივე ბიჭი მუშაობს, ჩემი შვილიშვილი. იმანაც უნდა იმუშაოს. კი, უნდა ახლა მარტო სახლში ცოდვა ახალგაზრდა გოგოს სახლში ხوار დაჯდება და ისე ცოტა შეიმუშავებს. კაია და წუნკალი არ უნდა იყოს, ვამბობთ. თავარია მაგი არ უნდა იწუნკლოს და სხვა ყველაფერი. აი არ უნდა იწუნკლოში რას გულისხმობთ? ზოგიერთი არის ესეთ რომ ელაპარაკები ახლა აღებულობს. ასენი ნასწავლი მე არ მინდა. პირსინგი და ტატუ არ უნდა გქონდეს. ვაიმე, მაგია სასწინელება. პირსინგის თუ უფრო ტატუ. არც ერთი არა საჭირო ქალბატონო მაგი, არც ერთი არა საჭირო. რა იგია რო აყვენ აჭრელებული, დაჭრელებული, აი ჭიბიკი და ვინმე და აი სასწინელება. ხო, მაგრამ აი პირსინგი და ტატუ თუ აქვს, ხალხს რას გეუნებათ მას ეს? რო? რას უნება და რა ვიცი, არა ვარ ჩვენ მას შეჩოული რომ მაგი კონდეს და ასე ზედმეტად მიმაჩნია ადამიანს მასე რო აქვს. ესე გასაგებია. არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს. მაგია მთავარი. ყველაფერი მთავარია. სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს. მაგია მთავარი. სიგარეტი მართლა არა არის. მაგარა კაცები როწევს იმისთვის არა კაი და ნამდვილად. უნდა იყოს ქალიშვილია. ახლა ასია არა. ანუ ეს არც განიხილება. რა ვიცი ახლა მაი ცოცხმარს ვარ მაი მაგრამ მაგის შვილიშვილმა გადაწყვიტოს. მაი შვილიშვილს. ქონებას არ თხოვთ. არა, ჩვენ ისეც კი ვართ რომ ქონებიზე ხალი არ მივიყვანო, მაგი არ გვინდა. არ. უნდა იყოს კეთილიო. რა თქმა უნდა კეთილია. რა შეგამოიხატება სიკეთე თქვენთვის? აი რათვისებები გეტყვით? დაფასება უნდა ეცადე, ენა უნდა კონდეს ტკბილი და მეტი ახლა რა მეტი. თქვენ მეგონი მეგრელს ეძებთ. ესე იგი, მალდივებზე აპირებთ რომ დასაშენებლად გაუშვათ. მაგი აუცილებელია. თქვენ უშვებთ მალდივებზე? რატო არ გავუშვებ? ჩვენ კი გვაქვს იმის საშუალება რომ გავუშვა, კი? ფემი გოგოებო, ძალიან კაი სასიზო ბიჭი გიპოვთ. მალდივებზე კი შვება გოგო. ამით მული უკვე შეგროვებული გაქვს თუ აცი? მაქვს, კი ბატონო, ყველგან გავუშვებ. ოღონდ თვითონ დაიმსახურო, თბილი გოგო იყოს და მეტი ახლა რა მინდა, მისი მოვლამი არ მინდა და არა, იქით მოვლით, ისე ჯანზე ხართ. ეს სარძლო აქ იცხოვრებს? ჩვენ გვაქვს ბათუმშიც გვაქვს ბინა. ой, და რა გოგოებო? იმაში ვართ, რა ქვია, შენებაშია ჩემი ძალი, მასში არის საზღვარგარეთ არის. და იქიდან რიცხავს პირდაპირ ფულს. და ცოტა ხანში დაამთავრებს. ანუ ბათუმში თუ უნდა ბათუმში ცხოვრობს, თუ უნდა სამტრედიაში. რა, თუ უნდა, აი ქალაქივით სოფელია აქანე და თუ აქანე მე რა თვალსახლი მაგერ და თუ აქანე არ უნდა იქინძებიდეს. სადაც უნდა იქწევიდეს? თქვენი შვილიშვილი თქვენთან ცხოვრობს? აგი არის და ჩემთანა. სულ ჩემთან. ეს ერთი შვილიშვილი ყავს ბიჭისგან. ხო. ამას დადაც არ ყავს და არც მაღავს და იმას გოგო მყავს და იმას სამი შვილი ყავს. თბილისში არის. აქ უნდა იცხოვროს და ესე იგი ყველაფერს გაუკეთებთ. ოღონდ იყოს ენა ტკბილი. მაგია მთა. ესე იგი სამი რამეა მთავარი, იყოს ენა ტკბილი, პირსინგი ტატუ არ ქონდეს და სიგარეტს არ ეწამოდეს. თქვენ როგორი რძალი იყავით? მე დედამთილის ამორჩეული ვიყავი ქალბატონო. ხანდა ეს ხა კაი ვიყავი, კაი და მე რაც ხა პედერე
ეს უბერა და ჩემთვის მისთვის ეუბნებოდა რომ გოუში უკეთეს მოგაყვანიებო და ჩემი ქვაბულსა ჯერო მომიყვარე და მე როგორ ანუ მისი შერჩემ რამდენ ხანში აგერიათ კატამ თქვენ შორის რამდენ ხანში გაირბინა დიმოკა დიდი ბავშვები მყავდა და რა მე უკვე რაცა დავანტოვდა თვითონ ისეთ რა ისე კეთილი ქალი კი იყო ასაკში ხო მე ასაკში იეჭვიანა შეიძლება ხო რა ვიცი და თვითონ რომ დედამთმა როგორ შეგარჩიათ იმასთან ვიყავი ჩემი ბიძაშვილი არის აქეთ გამოთხოვილი ხო და იქენა ვიყავი სტუმრად მოსული და მე ნახენი იქენა და უძინ ახლა ასე ნახვა და ოჯახი და იგი და აბა რა გადაგმერა გადაპატიჟება მე რა გადმოპატიჟება ხო ასე იყო და ასეთნაირად ანუ სიყვარულით არ გათხოვდი არა და როგორია ცხოვრება როცა სიყვარულით არ თხოვდები ჩვეულებრივად მაინც გიყვარდება და მაინც რამდენ ხანში შეგიყვარდათ ეცება შეეჩვევი მე ბავშვიც გიჩდება და გიყვარს ოჯახის და შვილიც და ყველა უცი გოგო არ იყო ასე მაჭაკლობით ხოვდებოდი მამა ჩემი თუ კი ახლა ჩვენ 5 დები ვიყავით და თუ კი არ იმასა და ოჯახს არ ნახავდა ბიჭს არ ნახავდა ჩვენ ასე ვერ დეველაპარაკებოდი ახლა რა გინდა ტელეფონ თხელად მოგვარდება ყველაფერი რომელი დრო ჯობდა თქვენი აზრით მე ვფიქრობ ის დრო ჯობდა უფრო რითი ჯობდა და რა ვიცი რა ახლა უფრო მამისი დიდი მქონდა ოჯახის იგი მქონდა ის იყო და მამა იგი უკვე ჩვენთვის ხო მაგრამ ეხა მამა რო ცხოვრებას გადაგიწყვიტავს მაგ ცხოვრების დედაც ჯეკ ახლა რა ამ გადასახედით ვინმე მამა კი რა ვინმე ამ სამყაროს როგორ უნდა გადაგიწყვიტოს ცხოვრება ვიდი მქონდა ახლა მამა ჩემი რომ მივდოდა აბას მენაზე ვიყავით აბა ფერსაბანწყალი აბა საკველი აბა იგი და მათი ასე მიზდებოით ჩვენ მაშინ და ხო ახლა ვინ აჭრობა მასე მე მგონია ეხანდელი დრო ჯობია თქვენი შვილიშვილი რას ფიქრობს ეხანდელი დრო ჯობია თუ მაშინდელიო აგი ახლანდელია მაშინდელი ანუ თქვენი ყრუება იყო ოიტყვი ანუ თქვენი შვილიშვილი არის თქვენი მზე კი მაგი არის ჩემი ყველაფერი კი მყავს ახლა გოგოდან შვილიშვილები და კი იზდებიან იგენ თბილისში არიან მაგრამ აი მაინც სახლური როა თქვენთან გაზდილი როსულს ხარ როგორ ხდება კი რამდენი წლისაა 24 წლისა კაი სასულშვილო ბიჭია როდა მე მგონია რომ 30 წლამდე კაცმა ცოლი არ უნდა მეყოლოს 30-33 დაღვინებულია ცხოვრება ნანახია გაწონილი აქ დაწონილი აქ და ოჯახი არ დაენგრევა და მე იმას უჩიჩინე მოიყვანებები მომასწარი ვიცხა მეიყვანე მე უთხრა და მომასწარი და რას გეუნებათ ჯერა მეჩქარება აბა რა ჭკვიან ბიჭი ჭკვიანია ბიჭი და მეჩქარდა მე დედამისიც ეუნება ესე სხვათა შორის მეიყვანე ვინმეო და მაგრამ არ ვიცი ახლა თქო რა შეურჩიოთ ვინმე არ ვიცი ახლა ჩემი კი ვარჩემ არა მაგრამ ადრესატამდე არ მიდის ხო? ხო ასე. გასაგებია, შვილიშვილსაც უნდა ვკითხო ერთი გამაგებინე, გადააწოდეთ თუ შეიძლება სასმისი. რას გერჩია? რატო გადაგიწყვიტეს? შენ როგორ გოგოს ეძებ? თუ არ ეძებ საერთოდ და ცხოვრებით კიდე. არა ვიტყვი ამის მოდი კაცო. ბებოს არჩეული გოგო მოგეწონა რომელიმე? სხვადასხვა შორის პირველი ვიდეო როცა დავდეთ TikTok-ზე, შემდეგ მქონდა ლაივი ჩართული. ხო და? ლაივი მქონდა ჩართული TikTok-ზე და ესე ვრთავდით ხალხს. ხო. ესე არჩევდა ბებია ჩემი სარძლოს, ვინმე ჩაერთვებოდა. მაგვითა და ყოფნა? არ მოეწონებოდა ასაკი, გათიშავდა, არ გვინდა ეს გათიშავდა, მომშლობებოდით ეგრევე. ერთხელ ვიღაცამ ჩავხტო კიდე ისრაელში ვარო და ეს ბებია ჩემი ეს მეუბნება, ისრაელში თუ წაგიყვანს, მიდი. კაი გოგოა, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მაინც უნდა რომ თავისთან ვიცხოვრო და თავისთან ვიყო. ჩემი მზიაო ამბობს. ანუ იმერულ ესკიზებში ცხოვრობ. იმერულ ესკიზებში ვცხოვრობ კი. ნამდვილში თან. ნამდვილში კი. არ იწყენ. არა. თქვენ რომ დავუკავშირდით თავიდან. ხო. პირველი რეაქცია ქონდა რომ არ მინდა რა გადაღება ისე ძლივს დავდივარ ამ ხელა ქალი ვარო რა. მე რა უკვე მოუნდა და ეხა სანამ მოხვიდოდეს თქვენ გუშინ ამბობდეს კაი საბათო კი მაგის უნდა წავიკრავ ლამაზად დავხდე ნანუკას. ეხა მე რო თქვენ ძალი გიპოვოთ. საოცარი გოგო, როგორიც თქვენ გინდათ, უპირსინგო, ტატუს გარეშე, ხო იქნება შოკი. გოგოებო, რა ვიცი, მე მალდივების ხათრით აქ რიგით ადგება. და ეხა
თან სახლი, თან კარი, თან იმერელი ბებო, ხელხაჭაპურს გამოგიცხობს, შიგნით ბევრ ყველს ჩადებს, ჭადი, ყველი, ფხალი. ოფ! ეხა იმერეთში მოგზაურობს სხვათა შორის და არა მხოლოდ იმერეთში ერთი აჭარელი ბებოც მოყოლება ამ გადაცემაში. ზოგადად მე მგონია რომ იმერელი ბებოს ფენომენი არის მთავარი. მიუხედავად იმისა რომ ოლღაბებია მე გურულმა ნოდარ დუმბაძემ შექმნა. გურულებსაც მაგნერები ბებოები ყავთ. საერთოდ ბებოები მე არ ვიცი რა ფენომენია. ყველასთვის ყველაზე ტკბილია, არ არსებობს. მე არ ვიცი შული რომელსაც ბები არ უყვარს. არა, არ არსებობს არა. გამორიცხულია. კი. ძალიან საყვარელი ხარ თქვენ. ტიპიური იმერელი ბებო. თავისი ყველაფრით. ნახოთ ეს ამბავი როგორ. აბა მაპონიეთ ახლა ძალიან. აი და აშენდა სოფტე დაიყარა ბურმარილი ქორწილი. აბა აშენდება სოფე. ჯობეოვნები მომასწარი ცოტა ხან მაინც რა ვიცი რამდენი გიწოცხლობდა ჭა. ვიგიმეს 76-ის ხართ. ხო 76. შენ გაქვთ 1-30 წელიწადი. კიდო. აუცილებლად არც განიხილება. ნუ აი 25-100%. 30-ზე შეგვიძლია ვივაჭროთ. გულვას იტოვებდნენ წერან. გულვა გიტოვებთ რა? მოეწონე ბებოს? მაგის სოფელში სოფლი სოფელს დაიწევ, მაგრამ ვეუბნები გოგო მე ვთხარ ბათუმში კიდევ თუ გინდა იქნე იცხოვრე, მაგრამ რა ვიცი აბა. არა ბებო ახლა ძალიან გთხოვ. ეგ არის ჩემ პროდიუსერი. მაგაზე დგას გადაცემა ხა, მაგას მე ვერ გავათხოვებ შორს. მაინც დატოვებ შეგოთხოვ. არა ბებო, მაგით საბურთალოზე თუ იცხოვრებს იქვე ჩვენთან მონაკვეთზე, თორე იმის იქით ვერ გათხოვდება. 3 წელი. მე რაც უნდა ისკრა. აჰა, ვაიმე. 3 წელი ვათხოვებ საბურთალო, ვაკის აქეთ მხარეს. აი, რა ვიცი, აქედან დიღომით შეიძლება. ზე ახლოს გინდა იქნე. აი, იქო სამსახურში რო არ დააგვიანოს. მაგრამ აი ბებო მეგრელია. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მეგრელი ქალი. კი, მეც მიყვარს გოგო საერთოდ მეგრელი. მეც, გიждები ჩემი შვილი და გაუმდინარე. რაღაცა უფრო მოხერხებულის არიან და რა არის? ქვა მიეცი, ქვა, სახს დააშენებს. მეგრელი არის ეგეთი. კი. სისუფთავე უყვართ, ეზოსალაგებენ, სახს აწიკწიკებენ. ესა ვიდი ახალგაზრდული საქს ხივი აქვს. ჩვენ გავაგრძელოთ გზა. საით მივიდივართ ახლა? ახლა შემოიწევს აჭარაში. წამო. მომძალდით ახლა აქეთ. ახლა ისე გაგიშოვ, ჩვენ აქან ხაჭაპური არ დაგავგებენ. არა ბებო, რა ხაჭაპური, მაგ ხაჭაპურით დასარძლოსთვის გითხარით, შემთხვევით კი არა. არა, გოგო გაგამიები ბებო, არა. მოდი. თქვენ წარმოგიდგენიათ მე რომ ამაზე კენჭის სტრაზე დავდიოდი რა ხდებოდა? ყველა ანიმაციის ყველა სახში შევდიოდი რა მნიშვნელობა იყო, ნაცი იყო, ხოცი იყო, მაგას მნიშვნელობა არ ქონდა. ყველასთან შევდიოდი, ყველასთან ვსვამდი, ყველასთან ჭამდი. მაგის მერე გადავწყვიტე ოპერაციები. დადუ! დაგალევინეთ კონიაკს. ვაიმე, ჩურჩხელას არ მალავენ თურმე აქან, მალავენ და შეიძლება სტუმრებისთვის ამხავენ. ნოსტალგია ჯერათ. არ მითხოთ რა ხერხს შარ. მე ყველა ახალ წელს აწყობ მადონათი. დადუ! მიდი გიტან. აი ხაჭაპურებზე რო გელაპარაკობთ, იმერეთში რო ხაჭაპურს აკეთებენ, ეგ ხაჭაპურს ვერ სასწელად. მოდი ჩემი გოგო, მოდი. მეიდანე დადუ. თქვენ ჩვენ როგორ დავხვდით და საფლოს როგორ დავხვდებით? აბა. მოდი ჩემი გოგო, მოდი გახტონე, მოდი ბება. აბა სარძილო, მოდი აქ. ნუ გერიდება ახლა. ნუ მოგერიდება შენ და აჩვენე დიდი ისიც რომ ალავ მან ტატუებს. გათხოვება რომ მოგინა სამტრედიაში. ვიჩენ არ გიცნობს ანაგულუა. ეხლა ვარ აჭარაში საერთოდ სხვა საქმეზე და გავიგე რომ 103 წლის ბებო ცხოვრობს აქ ბათუმში.
და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა პირად საქმეზე ვარ ჩამოსული, მაინც გადავწყვეტა, რომ საქმით დავიტვირთო, იმიტომ რომ ეს ბებო აუცილებლად უნდა მოხდეს ჩემს ობიექტივში. გამარჯობა. ბრძანდებოდეთ, როგორ ხართ? არებიში. მერჩით და თქვენით კარგავ. 103 წლის. 103 წლის. მერტმადი ხანს გაწოცხლოთ. საფი უნდა გადავიღოთ. უკეთ ბებო. მე ხა უნდა გავარკვიო, როგორია ცხოვრება 103 წლის ასაკში. ახლა ცხოვრება კაია. მართლა? აი 103 წლის რო ხარ? მაგდროს რა ხდება? მე თუ ჩემთვის ცხოვრება თუ კი არ არის, ახალგაზრდები თუ გაიყოს. მე ზათი დავბიდი. უფეთ ბებო. რატომ რას ნიშნავს სახელი უფეთი? გრავიცი ძველები დურქბებიან. უფეების სახელი მეგონეს მე რა ვიცი. მოგწონდათ ეს სახელი? რა ვიცი ახლა მე დურქბებიან ძველები მე ხომ აღარ შევცლი. ხო, მაგრამ აი თქვენ ამ სახელით როგორ იცხოვრეთ? მოგწონდათ, არ მოგწონდათ, განსხვავებული იყავით თუ როგორ იცხოვრეთ? მომწონდა იმპერატორის დაღმე. ერთი სახელი რაც და ის მე რქვას რა არის. სმენა კარგი გაქვთ. კი. კარგად ხედავთ. კი. ჯანზეც ხართ? ჯანზე ახლა დავბერდი ახლა შენ მიხდები რაფერი ვიქნები 103-იც. იარები შუქური იარები ხედავ ხალხ რა ვიცი აფერი. აი 103 წლის ასაკში რა არის თავარი? აი რაზე ფიქრობთ? წინ რო იხედებით რას ხედავთ? რას ფიქრობ? ხო. რას ფიქრობ? ასე მერთით ყველაფერი ფიქრობ ამან დავბერდიანო მე თუ ახალებია ცოცხალი მე რაზე დავბერდი. გენატრებათ წარსული? წარსული ვიცარი წარსული არა მე ნატრება შვილები მომიკიდე 3 შვილი მომიკიდა. რამდენი შვილი ყავდათ? 4. ანუ 15 შვილი ყოლიათ და 33 შვილთაშვილი. ხო. ყველას გახსოვთ ხო? მე 103 წლის ვარ აბადე მე ისე იქნება ამა აკროზი ხართ და მარტო რო ხართ. არავინ რო არ არის ოთახში. რაზე ფიქრობთ? აფერზე ვფიქრობ ანუ ჩემ თავ ვფიქრობ. დავბედი ძალიან და იმაზე ვფიქრობ და ნახევარჯი გვარ მას. კარგით ერთი. რას ლაპარაკობთ? ხო, იარები შუქურ კიდო კაივა. გარეთ გავალ, შამოვალ, ოთახში შავალ. არ ვიცი გარეთ კიდო გარეთ გევიარ, გამევიარ. კიდო იარები შუქურ ვიარები, ჩემ თავ ვარები. რას ნიშნავს შუქურ? მერთმადლობა ის თქვა. შუქურ. ხო. დავიმახსოვრებ. ადრესი ამბობდნენ? ხო, ძველად. შუქურ ღმერთსმადლობა. მერთმადლობა. მიხდი. შუქურ. ადრე როგორი იყო ცხოვრება? ადრე ანა ვერ იყო ცხოვრება. ახლა კაია ცხოვრობა. აი როგორი იყო მომიყევით თქვენი ახალგაზრდობა?აფერი იყო, როგორი იყო და არ ქონდა ყველაფერი ახლა. აი რა არ ქონდათ? ხო, ყველაფერი არ ქონდა ახლა, რა ვიცი, ჭამა, ჩაცმა, ყველაფერი არ იყო. ახლა რომ არის ისე არ იყო ძველად. ძველად იყო ღარიბად ვიყავით, ახლა კაია. თავისუფლება, ხო, კაია, სიკარგე, კაია. ანუ იმ ადათ წესებში გაზრდილ ქალს მოგწონთ დღევანდელი თავისუფლება? ეს თავისუფლება მომწონს, ძველი არა, ძველი არა. მომიყევით ახლა თქვენ როგორ გაგათხოვეს? ქორწილი ხო ვიცი? კი, აბა? ხო, ქორწილში. დევნახეთ ერთმანები გევცანით, რა ვიცი, ახალგაზრდები ვიყავით მაშინ. ხო. ახლა იყო გვიან ეთხვებიან. მაშინ ახალი ათხვევდნენ ანავ. რამდენი წლის იყავით? 16 წლის. ხო. 16 წლის ვიყავ. ანუ იცნობდით რო გაყევით? კი. როდის შეგიყვარდათ? რა ვიცი, როდესაც მიყვარდა, რა ვიცი, მე ქორწილში გევცანით, მიყვარდა მაშინ. ანუ რო დაინახეთ, მაშინვე შეგიყვარდათ? ხო. ანუ ჯერა. ექიმთან ხშირად დადიხართ? თუ არ დავდივარ, თუ არა და ფერია. აი, რამდენ ხანში ერთხელ? თვეში ერთი, ორჯერ. წელიწადში ერთხელ, ხო? 10-ში? მეუბნებიან 10 წელიწადში ერთხელ დადისო. ფეხი მოიტეხა და მხოლოდ ისე ჩემ ერთხელო ფეხი მოიტეხა და მარტო მაშინ იყო ექიმთანო. ო, მეტი არ სჭირდება. ხო, ფეხი აქ ვიწევ ქეცი და ფეხი მევტეხე გო. რამთო ხარ ვიცი? და ახლა იარები შუქური ვიარები ახლა. აუ, შუქურზე შეყვარებული ვარ. სიყვარული რა არის? სიყვარული არის? სიყვარული არის? მე არა.
თქვენ უნდა მითხრათ რა არის? ყველი ასეთია, თვალებს დაგაცეცებიებ, ციფეში ფული არ გაქვს, სხვადან დაგაცეცხებიებ. ეგ ყოფილა ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მიცანით რომ შემოვედი? კი, მე გიცა დარახული მაქვს შენი თავი. ხო? ხო. ესე იგი ხშირად უყურებთ ტელევიზორს? კი, ძალიან მიყვარს ტელევიზორი. რას? ვარ იყოს გავბეჭდები. მიყვარს ძალიან. გავბეჭდები. ხედავ ხალხ ყველი მიდიან, მოდიან, ხედავ, მიყვარს ტელევიზორი. ესე გავბეჭდები, ეს მეორე ახალი სიტყვა. რას უყურებთ ყველაზე ხშირად ტელევიზორში? რა ვიცი რა. სერიალების? ხო, სერიალები არ მიყვარს არა. სერიალები არა. არა. არა, არ აბა? მიყვარს სერიალები. ანა, ბეჭები არ მიყვარს. ნანუკა შოუ ხომ ბეჭები, მიყვარს? ბეჭი ცუდია, მე მგონი. ნანუკა შოუ ხომ გიყვარს? კი, მიყვარს. ხომ მიყვარს და გიყვარს? ხეხა, ხომ. კი, მე ვარ, ნანუკა ვარ. სიმღერები გიყვართ კიდე? სიმღერები მიყვარს. 103 წლის ქალის ფიქრები რა არის? ვიქნებ ჩემ თავ ფიქრობ. მოვკვდები ახლა დავბედი, გეშინიათ მაგისი? აბა არ მეშინია, შენ არ გეშინია რა მოვკვდე. დაფერდა ხან მეშინია, ხან არა? თქვენ? მეშინია, მე რომ მოვკვდე დავბედია ნახა ჩემი დროა სიკვდილის. რამდენი ხანია რაც დაბერდით? სახანია, არიცი 103 ვარ და დავბედი ახლა 80 წლის მაშინ 80-დან დაბერდით უკვე. 80-მდე ახალგაზრდა იყავით. ხო. მეც მგონია რომ 80-მდე ცხოვრება წინ არის. ხო. და რითი იგრძენით ეს დაბერება? ის ვიგზენდა, ნუ დაბერება რას ვიგზენ, რა ფერვიგზენ ახლა თვალი დაგაკდა. ხო. არაფერი გეტყობა თქვენ რომ თვალს გაკლია. თვალი დაგაკდა, ვერიარები დაბერდი. და ის არავე თვალის დაბერება ძალიან ცათინია დაკლება თვალის. თქვენ ხარ რამეს ვერ ხედავთ? ახლა ვხედავ, აბა ძველებურა ხომ ვერ ვხედავ ახლა. დაბედია ნახა და 102 წლის აფერიქნი. თქვენ სათვალის გარეშე კითხულობთ, ხო? ტელევიზორს აქედან წევკითხავ. აქედან წაიკითხავ ტელევიზორს. აჩქები არ. ან ჯერა რომ თქვენ ამას თვალის დაკლებას ეძახით. ეხლა თქვენ მე მითხარით, თქვენი ქმარი რო ცოცხალი იყოს. უკეთესი იქნებოდა ცხოვრება? ზათი. ხატარი მალე მოკდანა. და დავბედიანა მეება. დავბედი ჩათინია სიბერი. სიბერი და სიკეჩი. ჩათინი რა არის? გიკითხე და გიბერიო. ჩათინი არის სიკული. ჩათინი რთული. მე ვისწავლი აქ აჭარულს, ეს აჭარულია, ხო? ჩათინი. აჭარული სიტყვა არის აჭარული. ჩათინი. თავს როგორ ულით ახლა? მე რაფერული რა ვიცი გავალ გარეს შამოარ სახში გევიარ გამევიარ ზივარ მიარებიან ლამაზად მაჭმევარ მაცმენ ვარ აგზის რა ვიცი სახეზე რამეს ისვამთ? არა რამეს აწევსვა რა ახლა მე ბერი ათმინდა წევსვა თმებს იღებავთ? თმებს ვიღება კი მადლიაო ნათქვა მია და ვიღება ინაქვია ინა რითი იღებავთ თმებს? რაცა ბალახია ინა იდეი მოდის ბოსტანში ბალახი მოდის და იმას გავახმობთ და იმას დევდებ და ლამაზია კაი და მადლიაო იტყვია ნებისმიერ ასაკში დაგაბრუნებო რომ გითხრა ხო რამდენი წლის ასაკში დაბრუნდებით? მე რაღაც მინდა დაბრუნება ნაბატზე ანუ ცოცხალი თავით უკან არ გინდათ ყველაზე მეტად ვინ გიყვართ? ახლა არა ყველა მიყვარა ვერ გავარჩევ ბადიშები მიყვარა ნაკეთ ესენი ჩემი არიან ისინი ეხლა თქვენ მე მითხარით ქორწილში რითი წაგიყვანეს? ცხენით კაი მარტო იჯექით ცხენზე? ხო აბა მარტო ერთი და ორი ხომ ვერ დაგდები ცხენზე რატო ხო შევა მოგისვათ ქმარმა? არა ერთი დავდი ლამაზი კაბა გეცვათ? ხო წითელი კაბა ცხენ შეღებებდნენ ბრეში ცხენი და ყოფილიყო და შეასე დეკიკინეს ასე რა ფრად შეგიღებეს? და წითლად რა ვიცი ცხენები ჭრელი იყო ხო და თმები გრძელი გქონდათ? ძალიან გძელიც არ მქონდა, ასე მქონდა. ასე იყო და ძალიან გრძელი არ იყო? ძალიან გძელი არა. ნაცნავი ქონდათ თუ გაშლილი? ასე მოჭირებულია გზას. ხო. ნაცნავი არა, ასე მოჭირებული. ბეჭედი გაჩუქეს? კი. ლამაზი იყო? კი. ხვარმა მაჩუქვა ბეჭედი.
მე მოვედი მარიამთან. მარიამს თქვენ იცნობთ ძალიან კარგად, განსაკუთრებით TikToker-ები, განსაკუთრებით ვინც ვირტუალურ სამყაროში ეს აქტიურად მოძრაობთ, მაგრამ ნახეთ, გააკეთა ფოტოსტუდია. მარიამი არის ძალიან კარგი მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ ყველა სტერეოტიპი დაამსხვრიოთ. სიყვარულო, ეს რა სილამაზია? საერთოდ არ ველოდი. უკან ფერებს ცვლი? კაი რა. ვაქირავებ სივრცეს, ისაც უნდა რომ გადაიღოს თავისი მაგალითად პროდუქტი, განსაცმელი. ეხლა ეს ძალიან ტრენდულია. თავისი პროდუქტი რომ მომხმარებელმა რას ყიდის თავის მომხმარებელსა და აჩვენოს კარგად, ესეთი სივრცეები ძალიან ტრენდულია. ძალიან. მაგრამ შენ თვითონ ხარ თუ არა ფოტოში? მე თვითონ ამ ეტაპზე არა, თუმცა მყავს ფოტოგრაფი და ისეთი მომხმარებლები, რომელსაც სურთ რომ გავიგე. ანუ შენ გაქვს სტუდია, ყავს ფოტოგრაფი და შესაბამისად სხვადასხვა კომპანიებს ეუბნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ სტუდიაში კი ბატონო, ვუმასპინძლებ დიდი სიყვარულით. რა მაგარია. შენთვის დამატებითი შემოსავალია. კი, და სასიამოვნო საქმესაც მე თავს ძალიან კარგად ვხსნავ. და როგორ მოუხდა ჩემი ფერები? არასოდეს არ მქონდა ესეთი, თქვენ მქონდათ? ჰოლივუდის ფილმებში როა, ხო? იცი რომელი ჯულია რობერტსი როა? სულიდოდა რომ ეს მქონოდა და ესე რომ შიგნით რო წვევდნენ და თავი და ზევით რო ვარსკვლავებიო და ესე თავს რო წერდნენ.